ახლა კი ამბავი უცხოეთში გადახვეწილ ქართულ სილამაზეზე, უმშვენიერეს მსახიობსა და მხატვარზე ლიდია წირვღავაზე. უნდა მოგითხრათ ჩემი რუბრიკის ფარგლებში, რომელიც ეხება ძალიან წარმატებულ ქართველ ქალბატონებს, სწორედ ლიდიამ უამრავი სირთულე გადაიტანა და ქართულ მოხდენილობაზე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მას ქართველი კლეოპატრა ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში უწოდეს. მისი სახით ქართულმა გენმა ნამდვილად გაიმარჯვა და ის დღესაც გრძელდება. ლიდიას ბაბუა დადიანი ყოფილა, თუმცა გოგონა სამეგრელოდან ძალიან შორს 1923 წლის 14 აპრილს ჩინეთში დაიბადა. 20-იან წლებში ქალაქ ხარბინში უამრავი ემიგრანტი ცხოვრობდა რუსეთის იმპერიიდან. გოგონას მამა ვლადიმერ წირვღავა ჩინეთი აღმოსავლეთის რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა. პატარა ლიდია კვირაობით ხარბინის ქართველთა საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში დადიოდა, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაიარსებინა თავად წულუკიძეს, რათა ჩინეთში მცხოვრებ ქართველებს ენა და ტრადიციები შეენარჩუნებინათ. ყოველი წლის 27 იანვარს იქაური ქართველობა საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს საპატივსაცემად საზეიმო მეჯლისს აწყობდა ხოლმე. 1923 წელს დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს ხალისიანი განწყობა სამწუხარო ამბავმა სევდით შეუცვალა. იმ დღეს ვლადიმერ წირვღავა გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ ლიდია და დედამისი საცხოვრებლად შანხაიში გადავიდნენ, ქალაქში, სადაც ოჯახის მეგობრები ცხოვრობდნენ. ლიდიამ ჯერ კერძო პანსიონი, მერე კი სკოლაც დაამთავრა და სანაოსნო კომპანიაში დაიწყო დივნად მუშაობა. დედამისი ოცნებობდა ქალიშვილი მასზე შეყვარებული მრავალრიცხოვან კაპიტანთანგან ერთ-ერთისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ ბედისწერას ლიდიასთვის სხვა გეგმები ჰქონდა. 1942 წლის ერთ საღამოს ლიდია მეგობრებთან ერთად ღამის კლუბ რენესანსს ეწვია, სადაც ცნობილი მომღერალი და შანსონების აღიარებული შემსრულებელი ემიგრაციაში მყოფი ალექსანდრე ბერტინსკი გამოდიოდა. კონცერტის შემდეგ მათ ერთმანეთი გაიცნეს. ბერტინსკის ძალიან უყვარდა ქართველები და გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ლიდიას მამა ქართველი ჰყავდა. მერე შეეკითხა, ქართველები რას გეძახიანო? ლიდიამ უპასუხა, რომ ლილას ეძახდნენ. ბერტინსკიმ მაშინ მე სანდრო დამიძახეო. აი ასე გახდა ცნობილი მომღერალი სანდრო. ისინი სულ 1 წელი იყვნენ დანიშნულები. როგორც ყვებიან, რომანი ძირითადად წერილებით შემოიფარგლებოდა. გასტროლებზე მყოფი ბერტინსკი სატრფოს წერდა. მე თქვენ გაღმერთებთ, ჩემო პატარა ქართველო ქალბატონო. გაღმერთებთ მიუხედავად ქართული საზოგადოებისა და თქვენი ახლობლების აკრძალვებისა. ლიდიას დედა მართლაც წინააღმდეგი იყო ქალიშვილისა და ცნობილი მომღერლის ურთიერთობის. მას აშფოთებდა წყვილს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ 1942 წლის 26 აპრილს შანხაის მართლმადიდებელ ტაძარში ჩვისწერა მაინც შედგა. ოფიციალური ქორწინება ლიდია წირვღავასა და ალექსანდრე ბერტინსკის შორის ტოკიოში საბჭოთა კავშირის საელჩოში დარეგისტრირდა, ვინაიდან შანხაიში მხოლოდ საკონსულო არსებობდა. 1 წლის შემდეგ ბერტინსკის მრავალრიცხოვანი თხოვნა სამშობლოში დაბრუნების უფლებაზე, როგორც იქნა შეისმინეს და ახალგაზრდა ოჯახმა, რომელშიც უკვე დაბადებულიყო გოგონა მარიანა, 1953 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის საზღვარი გადმოლახა. როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს სანახავად გამოემგზავრნენ. ლიდია წირვღავა ამას ასე იხსენებდა. 1944 წელს ბერტინსკი მთელი ოჯახი საქართველოში წაგვიყვანა. გამოუგნებელი სილამაზის თბილისში უსაშველო სიცხე იდგა. მე კი მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და ქალაქის სასტუმროში ცხოვრება ხვატის გამო შეუძლებელი იყო. გავიკითხეთ, სად სჯობდა ზაფხულის გატარება და ბორჯომი გვირჩიეს. ბორჯომში 2 თვე დავყავით და იქვე აღვნიშნეთ ჩვენი გოგონას პირველი დაბადების დღე. ბორჯომი შესანიშნავი კლიმატის, ზღაპრული სილამაზის კურორტია. დავდიოდით ცნობილი სამკურნალო წყლის დასალევად, სადაც ბევრი ჯარისკაცი გვხვდებოდა. ისინი ჰოსპიტალებიდან გამოწერის შემდეგ ჩამოსულიყვნენ ჭრილობების მოსაშუშებლად. ჯარისკაცებს ძალიან შეუყვარდა ჩვენი პატარა გოგონა. ეთამაშებოდნენ ხოლმე, ეტყობა საკუთარი სახლი და მონატრებული შვილები ახსენდებოდათ. საქართველო ყოველთვის თბილად ხვდებოდა ხელოვანების ოჯახს და ისინიც ხშირად ჩამოდიოდა აქ გასტროლებზე. 1944 წელს მათ ოჯახში მეორე ქალიშვილი ანასტასია დაიბადა, რის შემდეგაც ლიდიას ცხოვრებაში დიდი ხნით აენთო კინემატოგრაფის შუქი. 1950-იან წლებში ლიდია წირვღავას ხშირად იღებდნენ ფილმებში. კინოზღაპარში განსახიერებულმა ფენიქსის როლმა ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.
წარმატებული გასტროლებისა და კინოკარიერის მიუხედავად საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მწირი ანაზღაურების გამო ოჯახი შეძლებულად ვერ ცხოვრობდა. ალექსანდრე ვერტინსკი მშვენივრად ხვდებოდა, რომ ლიდიას ცხოვრების ბოლომდე ვერ გაჰყვებოდა და მისი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის დაიწყო მომზადება. მან მეუღლე დაარწმუნა, სხვა პროფესიაც გჭირდებაო და სამხატვრო ინსტიტუტში ჩაბარება ურჩია. ლიდიამ სასწავლებელი 1955 წელს დაამთავრა, მისი გამოფენები სხვადასხვა დროს რუმინეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში გაიმართა. ლიდია წირღავა მის პოეზიითა და მუსიკით გატაცებულ მეუღლესთან ერთად მეგობრობდა საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ რუს პოეტებთან, ანა ახმატოვასთან, ბორის პასტერნაკთან. მათ გარემოში ყოველთვის იყო საუბარი საქართველოზე, მის კულტურასა და რეპრესირებულ ქართველ პოეტებზე. ლიდიას სურვილი იყო, რომ მათ შვილებს მჭიდრო კავშირი ჰქონოდათ საქართველოსთან, ჩართულიყვნენ სამშობლოს კულტურულ ცხოვრებაში. ალბათ გახსოვს მკურნალ ლევან ცინცაძის მშვენიერი და ტრაგიკული ასული გიორგი დანელიას ფილმიდან არ იდარდო. მის როლს სწორედ ლიდია წირღავას ქალიშვილი მსახიობი ანასტასია ვერტინსკაია ასრულებს. როგორც ფილმის რეჟისორი გიორგი დანელია იხსენებდა, სცენარის პირველივე გვერდიდან მე და რეზო გაბრიაძემ ვიცოდით, რომ მშვენიერ მერის ანასტასია ითამაშებდა. ეს როლი სწორედ მისთვის დაიწერაო. მისი გმირი უნდა ყოფილიყო დახვეწილი, არისტოკრატული და ქართული გარეგნობის მატარებელი. ნასტასია სწორედ ასეთი იყო, ამბობდა რეჟისორი. მოგვიანებით ანასტასია რეზო ჩხეიძის მრავალსერიან ფილმში მოგზაურობა დონ კიხოტისა და სანჩოსი გამოდგა, სადაც პარტნიორობა კახი კავსაძეს, ლიკა ქავჟარაძეს, ლევან უჩანეიშვილს გაუწია. რითაც ქართველი დედა ლიდია წირღავა განსაკუთრებით ამაყობდა. მან მთელი ცხოვრება გოგონების აღზრდასა და გარდაცვლილი ქმრის სახელის უკდავყოფას შეალია. მისი ინიციატივით გამოვიდა კრებული გრძელი გზა, რომელშიც ალექსანდრე ვერტინსკის ლექსები, წერილები და დღიურებია შესული. მათ უკდავ სიყვარულზე კი ლიდია ვერტინსკაიამ მოგვითხრა მეუღლისთვის მიწვრილ მოგონებების წიგნში სიყვარულის ლურჯი ფრინველი. ლიდია წირღავა 2013 წელს გარდაიცვალა, მან მოახერხა და სამშობლოდან გადახვეწის გრძელი გზის ბოლოს უმცროსი ქალიშვილი ქართულ კინოს დაუბრუნდა და ჩვენი კულტურის ნაწილად აქცია. შესაძლოა არამთავარი როლები, თუმცა ანასტასიას მიერ განსახიერებული ყველა ეპიზოდის ხილვისას ხიმილი გვეფინება და ხვდები თუ რა ძალა აქვს ქართულ მშვენიერებას. ეს კინოკადრი დედამისსაც ეკუთვნის, შვილის ყოველ პორტრეტში ხომ დედის სახეა არეგლილი. აი ესეთი საინტერესო ქალბატონის ისტორია გავიცანით, როგორც ხედავთ, ყველა ამბავს ახლავს ძალიან ძლიერი სევდა, სიდუხჭირე, განსაცდელები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეკრანზე ბრჭყვიალი მაინც არის ნამდვილად ეს ქართული ღირსების გამოვლინება.